ეს ბანანი პესტიციდებითაა სავსე? იმპორტულია და აბარა იქნებაო, ამბობენ ღმერთ ჩანაცვლებული ადამიანები. ზოგი დარწმუნებულია, რომ ღმერთმა შექმნა და ჯანსაღი როგორ არ იქნებაო. ზოგისთვის ეს გენმოდიფიცირებულია, შიგნით 3-6-იანი იმალება და ამიტომ ულუსავს ხოლმე. ზოგი კიდე საერთოდ არ ჭამს ამ ხილს, იმიტომ რომ ინსტაგრამზე და ექიმის კაბინეტში წონის კლუბისას ვიღაცამ უთხრა ხილი ხიხიაო. მოკლედ ეს პრობლემა აქვს ფელერს. ყველა ლაპარაკობს, მაგრამ თითქმის ყველა ასწენია ლოგიკას. ან კონტექსტი არ ესმით, ან ბიოქიმია და ხშირად ორივე ერთად. ამიტომ ვაშლი ბანანის ხალი ალუჩა ვიდეოებიდან განსხვავებით მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში მოგიყვები რა სჭამს საერთოდ ხილის სახით, რა უნდა არჩიო, რას ვხდები მაღაზიაში და როგორ გაარჩიო ერთმანეთისგან საჭირო და არასაჭირო ხილი. თუ ფიქრობ რომ რა ხილსაც დღეს ჭამ, ეგ ბუნებამ ეგეთი შექმნა, ძალიან ცდები. დავიწყოთ ყველაზე პირველი გავრცელებული ტყუილით თუ ბუნებრივი და ნატურალურია, მაშინ ჯანსაღია. რას ნიშნავს ბუნებრივი და ნატურალური? თორმა იცის რომ რა დღილსაც დღეს მივირთმევთ არ არის ის ხილი, რომელსაც ჩვენი წინაპრები კომუნისტების დროს ბაღში გადმოკიდებულ შემოწყვეტდნენ და მიირთმევდნენ. მაგრამ ბევრმა ისიც არ იცის რომ აი ეს ბებია ბაბუები რასაც მიირთმევდნენ, არც ის ხილია, ის ბუნებრივი პირველყოფილი, რომელსაც ზეზო და ზუია გამოქვაბული და გამოსვლას ტყეში ჭამდა. შეხედე ამას. ეს არის 350 წლის წინანდელი პირველყოფილი ნატურალური და ბუნებრივი საზამთრო. ეხლა რასაც ხედავ, ეს არის 80% ქერქი და ბევრი კურკა. გავს ეხლა იმ საზამთროს, რომელსაც ჭამ, გემრიელია, ტკბილია და სვალდები? არა. ბუნებამ შექმნა საზამთრო, როგორც თავის გადარჩენა და გამრავლება. იმდენი კურკა აქვს, ჩინელებზე სწრაფად მრავლდება. ეხლა ვიღოთ ბანანი. აი პირველყოფილ ბანანს შეხედე, ეს არის ღმერთისგან ბოძებული ბანანი, რომელსაც დრო ჩაკმიჩო, კბილი კი არა, ყბა მოგწყდება. იმიტომ რომ სავსეა, ქვასავით მაგარი კურკებით და რბილობით თითქმის არ აქვს. ხალხა დღეს რასაც ჩვენ დაღწა ხედა უმეტესობა ხილი არ არის ბუნებრივი. ეს არის 1000 წლების განმავლობაში ადამიანის მიერ ნარჩევი, ნაჯვარები, ნაწამები ხილი, რომ მიგვეგო დიდი, წვნიანი და რაც თავარია ტკბილი. ხოლო მეტი არა აქვს საქმე ბუნება შენი მოსაწონი ეკეთებინა. ბუნებას უნდა გამრავლება. მისთვის პრიორიტეტი იყო მაგარი გარსი და ბევრი თესლი. მაგრამ მე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც პირველად თქვა: მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ყველაფერი ავას სული თუ ვაკეთეთ. ხოლო დავიწყეთ ხილის შექმნა, რომელიც სავსეა სიტყვოთი, შაქრებით და არის ხილის დესერტი. მაგრამ ჩვენ რო გავითვალისწინეთ, რომ ვართ მაიმუნები და შევქმნით ხილი დესერტად. ბუნებამ, შევირიშვილო, სად მირბიხავ და ამ ხილს დადო დასვლის ბარიერი. იმიტომ რომ ხილმა არ გაგოსუკოს, არ დაგაურგვალოს, იმიტომ რომ ბუნებამ გვალდი და მიწას მეყოფაო. რო ჩავიდეთ უჯრედში, წარმოიდგინე რომ უჯრედი არის ციხე. რომელსაც აქვს თავისი დასვლის ბარიერი, კედელი, რომელიც არის ბოჭკო, იგივე უჯრედისი. როცა შენ ხილს ჭამ, ამ უჯრედში და ციხეს სიმაგრეში ჩამალული პატიმარი, შაქარი, გლუკოზა და ფრუქტოზა არის დაცული. ბოჭკო ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც შენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას, აი ამ პატიმარ შაქრებს ეს ერთბაშად არ უშვებს. ამ ხილს კვეთში საკვების შაქრებიც ნელ-ნელა იწყებს გამონთავისუფლებას, ჯერ ხელს გამოყოფს, მერე თავს, მერე ტანს და ესე ნელ-ნელა იმატებს სისხლში შაქრის დონეც. ეს სწორია, ეს არის ბუნებრივი მექანიზმი, რითიც ხილი ცალსახად სასარგებლოა შენს არჩევანში. მაგრამ როგორც ვითხარით, ჩვენც მაიმუნი ვირიშვილები ვართ და შევქმნით ინსტრუმენტი, რომლითაც ეს დამცავი ბარიერი სრულიად დავახშეთ. დავწურეთ ეს ჩვენი ხილი, რითიც ეს დამცავი ბოჭკო დავანაწევრეთ, დავშალეთ და ნაგავში გადავაგეთ, არა და ეს არის რეალურად ხილში ყველა სასარგებლო ნაწილი. შედეგად ჭიქაში გრჩება მხოლოდ პატიმარი, შაქრები, რომელიც გამონთავისებული ფორმით არის და შენი ხილის დესერტი უკვე გადაიქცა თხევად დესერტად. მოკლედ, როცა შენ ღეჭავ, ეს პროცესი რადგან ნელ-ნელა მიმდინარეობს, შენი ორგანიზმიც მას ეგუება, ეჩვევა ინსულინის თანაბრად გამოანთავისუფლად. მაშინ როცა ერთიანად წმენში დაწურულ თავისუფლად პატიმარს აჯახებს შენაწლავებს, კუჭს სწრაფად დაცლის, ნაწლავებიდან შეიწოვება და ეს შაქრის ბრბოვა მოგიწყობს ორგანიზმში გადატრიალებას. შენი სხეულიც ვერ ხვდება რა ხდება, იწყებს განგაშის ზარს, უშვებს მაღლა ინსულინს, რომ ეს მაღალი შაქრები აკონტროლოს. ცოტა ხანში ორივე ეცემა, შაქარიც და ინსულინიც, როგორც ფიზიოლოგია და შენს რა ხდება? გშივდება. ამიტომ 10 ცალი ვაშლისგან გამოწურული წვენი 1 საათში ისევ გაშიებს და შენ კიდე 10 ცალი ვაშლი გინდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შენი ორგანიზმისთვის ეს დაწურული წვენი გლიკემიურ ინდექსის დონეზე ძალიან გავს ტკბილ გაზიან სასმელს. იმიტომ რომ შენ იღებ ხილს, იწყებ მის დაწურვას და საბოლოო ჯამში იღებ თავისუფალ შაქრებს, ოღონდ დამატებითი ვიტამინებით. ანუ შენ თუ ფრეშის დალევა გიყვარს, შეგიძლია მიირთვა, ოღონდ იმითი თუ უმართლებ თავს, მეო ამას ოძმაო, იმიტომ სვამო, რომ ამაშიო ვიტამინებიაო, ესე ჯანსაღი ცხოვრების გზაზე შორს ვერ წახვალ. ამიტომ თუ გაგისტორდება ფრეში დალიე, ოღონდ მცირე ოდენობით. იმიტომ რომ რეალურად დიდი ოდენობა მომსკდარი შაქრები, გლუკოზა და ფრუქტოზა შენს ორგანიზმში ძირითადად ერთი ორგანოს თავსატეხია, რომელიც არის ღვიძლი, რომელიც ვერ ეგუება ამდენ შემოტევას და ცოტა ხანში ნელ-ნელა იწყებს გაცხიმოვნებას. ანუ ეს ორგანო, რომელიც იტვირთება, არის ღვიძლი, მაგრამ ჯერ შევთანხმდეთ, რომ ფრუქტოზა არ არის მტერი.
შენს ორგანიზმში კვებისას, ღეჭვისას, ხილი, რომელიც ბოჭკოსთან ერთად მოხვდება, არა მარტო ბოჭკოთ ამცველი მექანიზმია შაქრების ცუნამისგან, არამედ არის დანაყრების წინაპირობა. ეს დამანაყრებელი სიგნალები შენ კუჭიდან და საშუალებრივი სისტემიდან ტვინში იგზავნება, რომ როცა ვჭამ ვაშლს, ერთი ვჭამე, ორი ვჭამე და მე მეუბნება გაჩერდი, გეყოფა, აღარ გვინდა და შენს წვენს ჩამას. მაშინ როცა სანაცვლოდ იღებ წვენს, ეს წვენი ერთბაშად აწყდება შენს ღვიძლს და იწყება პროცესი. ეხლა კიდევ ერთხელ ფრუქტოზა არ არის მტერი და ეს ინსტაგრამზე და ტიკტოკზე ვითამ განაწილებული ნუტრიციოლოგები გეტყვიან, რომ ვაშლი დიეტისას არ შეიძლება ხიხიაო და ვაშლი საერთოდ კარგი რო ყოფილიყო, ღმერთი ევას და ადამიანს საბუთხია, მაგის გამო გამოვაგდებდაო? გარდა რეალურად ბიოქიმიის დონეზე, როცა ფრუქტოზა გრძში ხვდება, ის გადადის ბიოქიმიურ გარდაქმნას, სადაც 40-50% გლუკოზად გარდაიქმნება, ინახება გლიკოგენად არ გამოიყენება ენერგიისთვის და ახლობით 20% გარდაიქმნება ლაქტატად, 1-დან 3%-მდე ადეკვატურ მიღების დროს გარდაიქმნება ცხიმად. ამას ქვია დენოვო ლიპოგენეზი. ოღონდ ადეკვატური ოდენობის დროს 1-3% ფრუქტოზისგან მიიღება ცხიმი, რომელიც შეიძლება ორგანოთა შორის, მათ შორის ხუთშივე დარჩეს, მაგრამ როცა ეს ხილის მიღება გადააჭარბებს რეკორდულ ზღვარს, ეს 1% გადაიქცევა 10%-ად. ეს ბიოქიმიური პროცესი იწყება წლების განმავლობაში. ამას არ ჭირდება დღეში ერთჯერადად ვაშლით მიღებით ნეგატივი, არამედ ეს არის ზღვარი, სადაც შენ თუ დღეში 100 გრამ ფრუქტოზაზე მეტი მიირთვი, ეს კონტექსტისთვის არის, არ ვიცი, 10 ცალი ბანანი და ეხა ვინ ჭამს 10 ცალ ბანანს დღეში და რომ ჭამო, დიდი არაფერია. როდის გიმარტივდება 10 ცალი ბანანის ჭამა, 10 ცალი ვაშლის მიღება, წვენის სახით. თუ ეს ყველაფერი ხდება სტაბილურად, თან თუ შენი პრობლემა ზოგადად კალორიული პროფიციტი და ჭარბი წონაა წლების განმავლობაში, შენი ღვიძლის იწყებს გაცხიმონობაზე საქართველოში ჭარბწონია. კაცებში, მათ შორის და ქალებშიც ღვიძლის გაცხიმონობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოკლედ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა, მაგრამ ხო იცი, ეშმაკს არ ძინავსო და მეც მინდა რომ გაგაფრთხილო. სხვა შემთხვევაში, ხილის ჭამა თითქმის არასდროს ყოფილა პრობლემა ჩემი გამოცდილებით ადამიანის ჯანსაღი ქსოვრობის გზაზე. ერთი შემთხვევაც არ მახსენდება ვინმესთვის მეთქვა, აპაპაპა, მეგობარო, შენ ძალიან ბევრ ხილს ჭამდა, მოდი ცოტა შეამცირე და გაგიმარტივდება უფრო ჯანსაღი ყოფის გზაზე მიზნების მიღწევა. არა, ჩვენთვის ხილი არის სასურველი, ოღონდ დავღეჭოთ ხილი და არა დავწუროთ. ამის შუალედური ვარიანტი არის სმუზის გაკეთება, სადაც რბილობი, რომელიც ხილისგან მიიღება, იქ ვერ რჩება. უბრალოდ კბილებს საქმეს უმარტივებდა, მაგრამ კბილებიც კი ჭირდება. ღეჭვის პროცესი არ გამოტოვო, სმუზი ხანგამოშვებით წვენი ყველაზე იშვიათად და მიეწექი ღეჭვად ხილს. ასე რომ ხილი ჭამე მოკლედ თავისუფლად, მაგრამ ეხა არ გაინტერესებს მაღაზიაში რა ხილს ყიდულობ? ეხლა მივედექით საუკუნოვან კითხვას. მაღაზიაში ვიყიდო ჯიბე გავსებული მილიარდელი კომპანიებისგან თუ საყვარელი ბებია ვნახო ეზოში, რომელიც, არ ვიცი, ვიღაცის მიერ მოყვანილ თავის ხილს ყიდის. ეს არის თავარი მითი საქართველოში და ხშირად გონია რომ გარეთ უწყინარი ლამაზი ბებულსგან ნაყიდი ხილი უფრო სუფთა, ჯანსაღი და ნუტრიენტულია, ვიდრე თურქეთიდან შემოტანილი ან საქართველოში მაღაზიაში კომპანიების მიერ ნაყიდი. ეს არის სამწუხაროდ მთავარი შეცდომა, იმიტომ რომ ხშირად პირიქით კომპანიებისგან ნაყიდი ხილი უფრო უსაფრთხოა და აქ მივადექით ისეთ წერტილს, სადაც ქართველებიც როგორც ყოველთვის ზედმეტობაში მივდივართ. ეს არის პესტიციდების გამოყენება. მსოფლიოს საერთაშორისო სტანდარტებით ევროპის რეგიონში პესტიციდების მოხმარება 1 ჰექტარ მიწაზე არის დაახლოებით 1.8 კილოგრამი. მაშინ როცა საქართველოში ჩატარებული კვლევებით საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ 1 ჰექტარ მიწაზე ვიყენებთ დაახლოებით 6 კილოგრამ პესტიციდებს. ანუ ჩვენ ქართველები 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, ზოგჯერ 6-ჯერ მეტ პესტიციდებს ვიყენებთ, იმიტომ რომ როგორც ქართველებს ვშავია, ყველაფერი ზედმეტი გვიყვარს. თურმე საწამლავის ზედმეტად შეძელაც გვიყვარს სახეზე. ეს არის პრობლემა, რომელიც ინდივიდუალურ ფერმერებს გლეხებს აქვთ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ კაცო, თუ ცოტა პესტიციდი კარგია, ბევრი ხო უფრო უკეთესი იქნება. მე თვალის ჯომის და ჯოხით იწყებენ მონარევის გაკეთება და თან ლოცვას, რომ მცენარეებმა გაუძლონ წერების შემოტევას. ხო და ამიტომ როცა პროფესორები იტყვიან, რომ ნამდვილი ქართული გლეხის მიერ პროდუცირებული ხილის შოვნა რთულიაო, მართალია, მაგრამ აქ მოვედით თავარ პარადოქსს, სადაც ამ ფერმერისგან ნაყიდი ხილი შეიძლება მეტი პესტიციდების წყარო იყოს, ვიდრე კომპანიებით ნაყიდი, იმიტომ რომ აქ რეგულაციის მექანიზმი მაინც გვაქვს. მით უმეტეს თუ ხილი ექსპორტზე გადის, ან იმპორტიდან შემოდის, საერთაშორისო რეგულაციები პესტიციდების მოხმარებას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ესეთია, ინდივიდუალური ფერმერისგან ნაყიდი ხილი შეიძლება უფრო ნაკლებად სასარგებლო იყოს, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი და ეხლა რას გაიგებ თურქეთიდან შემოტანილი ჯობია, კაცმა არ იცის, მაგრამ სხვა რა გზა გაქვს, რომ ადეკი მაღაზიაში ნაყიდი ხილი ჭამე თუ ბებოს ვერ შეუძლებ სოფელში. ამიტომ ეხლა ყველა როცა გავაკეთოთ არის ხმა ჩავისუნთქოთ და დავშვიდეთ.
იმიტომ რომ ჯანსაღყოფის გზაზე მთავარი პრობლემა რაც გიჩნდება, არის TikTok-ზე ახალი მომდევნო ინფლუენსერის მიერ ნარჩევი არაადეკვატური რჩევა ჯანსაღყოფის გზაზე, რომელიც გზღუდავს და მერე გაგდებს შოქში, გაგდებს სტრესში. ეს არ გვჭირდება. მაგრამ ის უნდა ვახსენოთ, რომ თლად მაღაზიაში ნაყიდი ხილიც არ არის ანგელოზი. მას აქვს თავისი ნეგატივები. იმიტომ რომ ეხა ამ ვაშლს დააკვირდი. ვაშლი, რომელიც თებერვალში ვიყიდე. მოკრეფილია თვეებისნი, როგორ ინარჩუნებს ამ სილამაზეს და სიგემრიელეს. აქ აქვს ორი ხრიკი კომპანიებს, რომელიც უსაფრთხოა, მაგრამ მირჩევნია იცოდე. პირველი ხრიკი, ეს არის მისი მაკიაჟი. ხდება ცვილით მისი გარედან მოცვა, რომლის გამოც პრიალებს, რომელიც არ არის არაჯანსაღი, უსაფრთხოა, თუმცა სანქლის ჭამა ეხა ბევრს არ გვეხალისება. ამიტომ კარგად გარეცხე, არ გათალო, ბევრი ნუტრიენტი და ბოჭკო, რომელიც კანშია, ისიც გჭირდება. და მეორე ხრიკი, ეს არის გაზი. რა კარგად დავიწყე, ესეც უსაფრთხოა გეკურდება. ერთი MCP, რომელიც დიდ ბუნკერებში რომ მოათავსებენ ამ ვაშლებს ტრანსპორტირებისთვის, გამოიყენება ეთილენის შესამცირებლად. ეს რა არის ეთილენი? თავად ხილი გამოყოფს, ამიტომ ხილი გვერდზე რო გიდევს, ვაშლი ბანთენდა და დამწიფდებაო. აი ამ ეთილენის გამოყოფას ბლოკავს ეს გაზი, რის გამოც ხილი მოდის, ზოგჯერ მწვანე, ნახევრად მკვახე რომ მე როცა ჩავა იმპორტულ ქვეყანაში, იქ დამწიფდეს და მე კარგად გაიყიდოს. ანუ ორივე უსაფრთხოა, მაგრამ იცოდე რა შამ და რა სყიდულობ, ამიტომ კარგად გარეცხე და მე კითხვას დასვა, მაშინ რა ჯანდაბა ვჭამო? რა ჯანდაბა და მიეწექი სეზონურ ხილს, მათ შორის სეზონურ ქართულ ხილს, რომელიც გაგიკვირდება და ჩემპიონია მათ შორის გლიკემიური ინდექსის სისხლში გლუკოზის კონტროლის მიხედვით ყველა ხილს შორის, რომელიც შეიძლება იყიდო ნებისმიერ სეზონზე. მოკლედ, თუ მეტაბოლური სტაბილურობა გინდა ქართული მჟავე ხილი ძალიან მაგარია. და მანამ სანამ უცხოელები თავისი მარკეტინგით გვაბოლებენ, რომ ბრაზილიული კენკრა და აცკეტური ავოკადო არის საუკეთესო ჩვენ ეზოლში. ება განძი ხილი. პირველ ესეთი არის ალუჩა და ტყემალი, რომელსაც უდაბლესი გლიკემიური ინდექსი აქვს. მაშინ როცა ბანანს აქვს საშუალო და ლეხუს აქვს ყველაზე მაღალი. მეორე ესეთი გენიალური ქართული ხილი არის შინდი. მისი კვეთრი მოწითალო ფერი ჩემთვის არის ინდიკაცია, რომ სავსე ანტიოქსიდანტებით, ანტოციანებით, რომელიც შენი ანტისტრესული და ანტიოქსიდანტური ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმების მთავარი საწინდარია. სწორედ ასეთი ასევე ქართული სხვა ხილი, კენკრა უფრო მეტად, რომელიც არის მაყვალი, მოცვი, თუთა, რაც უფრო შავია და რა იყო რა დამპალიშვილი მოვიტანა გიორგი, მით უფრო უკეთესია. ეს მკვეთრი მოშავო ფერი მეუბნება, რომ მასში მეტი ანტიოქსიდანტები არიან, თუმცა რა თქმა უნდა ჯიშს გააჩნია. იმპორტირებული ხილი ამ დროს არის ინსტაგრამის მოდელივით, არის ჩაბოტოქსებული, კარგი დაბერილი ტუჩებით, გემრიელი, მაგრამ პირს რო გააღებს, დაილაპარაკებს და რო გაიქცევი ეგრევე. თუ ესეთი სიფსიხეებისკენ ხარ მიდრეკილი, პრობლემა არ მაქვს. მიირთვი უბრალოდ იცოდე, რომ სეზონურად ზოგჯერ ღობეზე თუ გადმოეკიდებით და თუთის ხედან კარგი გემრიელ დიდ თუთას ჩაბოწყვეთ, ჩემს უკეთესი იქნება. თუმცა ხილის მიღება ნებისმიერ სეზონის დროს, ნებისმიერ ფორმაში უფრო სასარგებლო იქნება ჩემი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ნეგატივის მომცემი. მაგრამ ამასობაში, იმიტომ რომ მაინც ქართველები ვარ და შენი შესაძლებლობების გულწრფელად მჯერა, მინდა გითხრა, რომ ტონა ნახევარი ხილის ჭამა უკვე ჯანმრთელობისთვის არ არის საზარგებლო. პირიქით, ნეგატიურია, იშვიათად გამიგია ისტორიები, სახლში მივედი და 10 კილოგრამი ქალია ვიუჭამე. ქალიავს არ ვერჩი არაფერს. შენი კუჭის მოქმედებისთვის იდეალურია, არის ბოჭკოს კარგი წყარო, მაგრამ 10 კილო ხილი სამსახურის მერე. ეხლა მთავარი კითხვა, მაშინ რა უნდა გაითვალისწინო? როგორ განსაზღვრო რა და რამდენი ხილი ვჭამო ოღონდ? ეხლა რასაც მოგიყვება, ვიცოდე რომ ვიდეოს ბოლოში კიდევ უფრო მაგარი საშუალება დამხვდება შენთვის, რომ ხილზე საერთოდ ბოლომდე გამოერკვიო. წესი ნომერი 1. მიირთვი იდეალურ შემთხვევაში სეზონური ხილი. წესი ნომერი 2. პორციების კონტროლს მნიშვნელობა აქვს. მინიმალური პორცია კაცისთვის და ქალისთვის არის დაახლოებით 2 პორცია ხილი დღის განმავლობაში. ეს არის 200 გრამიანი ხილი. ანუ ეს არის 2 ცალი დიდი ვაშლი, 3 ცალი საშუალო ბანანი, ეს არის საშუალო სტატისტიკური შენი ყოველდღიური ხილის ულუფა და პორცია. და წესი ნომერი 3. პირველი აკონტროლე ხილის გლიკემიური ინდექსი და არ მოусმინო სხვა ინფლუენსერებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ბანანს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვსო. ბანანს და ვაშლს აქვს დაახლოებით ერთნაირი კალორია, ერთნაირი გლიკემიური ინდექსი, ერთნაირი შაქრის კონცენტრაცია. ამიტომ რას ვერჩით ხოლმე ბანანს ჯანსაღყოფის გზაზე ვერ გაიგო ვერავინ. ესე მიდიხარ აგდებ ბანანს, რომელიც შენი ჯანსაღყოფის გზაზე ერთ-ერთი სასიამოვნო პროდუქტი შეიძლება იყოს. ეხლა რაც მოგიყავი ეს ყველაფერი უფრო ემოციური იყო, ვიდრე სამეცნიერო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არასწორ რაღაცები გითხარი, პირიქით, უფრო ცოტა გითხარი და შენ თუ ხარ ადამიანი, რომელსაც გიყვარს სიღრმეებში ჩაძიება, მაშინ აი ეს ლინკი შენთვისაა. დასკანერე, გაგიხსნის ვებსაიტს, სადაც დარეგისტრირდები, მე დაიკავშირდები და შემოგიყვანთ სივრცეში, სადაც დაგვხვდება მინი კურსი ხილთან დაკავშირებით უფრო ბიოქიმიურ დონეზე გლიკემიური ინდექსების ნაწილში. ამის მიღმა დაგვხვდება ძალიან ბევრი მინი კურსი, რომელიც ჯანსაღყოფის გზაზე აუცილებლად დაგეხმარება და იქ შეხვდებით.